დღეს ვსაუბრობთ საკმაოდ გავრცელებულ, მაგრამ ხშირად უყურადღებოდ დატოვებულ პრობლემაზე ვარიკოზულ დაავადებაზე. ხშირად ვარიკოზული ვენები მხოლოდ კოსმეტიკურ დისკომფორტთან ასოცირდება, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს სამედიცინო მდგომარეობასთან, რომელიც დროულად დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საჭიროებს. ვარიკოზული ვენების თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე ნიუ ჰოსპიტალსის ანგიოლოგი მარიამ გრძელიძე ისაუბრებს. მოგესალმებით, მარიამ, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დავიწყოთ ალბათ ახსნა განმარტებით, რა არის ვარიკოზული დაავადება და რატომ არის ის საყურადღებო პირველივე ნიშნების გამოჩენის თანავე. კი ბატონო, ქვედაკიდურების ვენების ვარიკოზი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ზედაპირული ვენების კედლის გათხელებით, გამობერილობით და სისხლსავსეობით. ეს მხოლოდ მე დილეტანტური შეკითხვით გამოვირჩევი ხოლმე. ვიღაცა ხონდა იყო სტუდიაში მის დილეტანტურ შეკითხვებს და ხო, ძალიან კარგი. ქვედაკიდურებს ვახსენებთ. ეს დაავადება ხასიათდება მხოლოდ ქვედაკიდურებზე? ანუ ზოგადად ვენების ვარიკოზი შეიძლება ყველგან მოხდეს, სადაც ვენები არსებობს. მაგრამ უფრო ხშირად ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ქვედაკიდურებზე, იმიტომ რომ ქვედაკიდურების ვენები ჩანს. რატომ არ არის ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა და რა დგას ამ ყველაფრის მიღმა? იმიტომ რომ პირველი შეხედვით, რა თქმა უნდა, არ მოგწონს ვიზუალურად და ეს პრობლემა მაგრამ იმის მიღმა რა იმალება? კი ბატონო, ზედაპირული ვენების გადატვირთვა, გამობერვა და სისხლსავსეობა არის როგორც წესი ნიშანი ქრონიკული ვენური უკმარისობის. ამ შემთხვევაში ზედაპირული სისტემის ქრონიკული ვენური უკმარისობის. როგორც ვიცით, ვენაში სისხლი ქვევიდან, ფეხებიდან ბრუნდება გულში. უნდა დაძლიოს დედამიწის მიზიდულობის ძალა და უკან დაბრუნდეს და ამას უზრუნველყოფს სარქველები, რომელიც ამ მხარეს იღება ამ სისხლშებს და უკან აღარ აბრუნებს. როცა არის ქრონიკული ვენური უკმარისობა, ეს სისხლი ბრუნდება უკან, ხდება ამ ზედაპირული სისტემის გადატვირთვა და შესაბამისად გამოიბერება ეს ვენები და ეს არის ქრონიკული დაავადების ნიშანი და ქრონიკული დაავადება, როგორც იცით, თავის გზით პროგრესირებს და შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო. რა განწყობები ახასიათებს მემკვიდრულ ფაქტორს, რა მნიშვნელობა აქვს ასაკს და სქესს? ხშირად არასწორი დამოკიდებულება არის ხოლმე, რომ თითქოს მხოლოდ ქალების პრობლემაა, მაგრამ თანაბრად როგორც ვიცით, საინტერესო რა არის ისეთ მე ეს დაავადება მიმაჩნია და მგონია რომ ყველას ასაკთან იმდენად მიმული მგონია რომ ყველას უნდა ჰქონდეს ვწდები, ანუ ეს თავიდან არის დებადი დაავადება თუ ასაკთან ერთად იგულისხმება რომ იდეში ყველა შევეჩეხების სადღაც ამას. არა, ყველა არ შევეჩეხებით ამას. სამწუხაროდ არსებობს გენეტიკური წინასწარ-განწყობა და კი, სქესთან შეჭიდულიც არის ეს დაავადება, ქალებს უფრო ხშირად ემართებათ და რატომ? თავარი პათოლოგიური პროცესი შეიძლება ჩაითვალოს, რომ იყოს ჰორმონული ცვლილებები და ქალებში, როგორც იცით, ჰორმონული ცვლილებები ფაქტობრივად თვეში ერთხელ ხდება, ამას ემატება პლუს კიდევ ფეხმძიმობა, მშობიარობა, ლაქტაცია, ჰორმონული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომელიც ასევე ქალებში უფრო ხშირად ხდება, რაც იწვევს ვენის კედლის გათხელებას და უფრო მეტად გამოვლინებას ამ დაავადების ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. თუმცა 25% მოსახლეობის 25% ვარიკოზული დაავადებების მქონე ადამიანების მამაკაცებიც არიან. როგორ იწყება ეს ყველაფერი? რა არის ის პირველი ნიშნები, რაც არ უნდა გამოგვიჩეს? ის პირველი ნიშნები შეიძლება ყველასთან სხვადასხვანაირი იყოს. ზოგან იწყება პირველ რიგში ვენების გამომბერილობით და ვენების ვარიკოზით, თუმცა ვენების ვარიკოზის გამოჩენამდე შეიძლება იყოს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ფეხების დაღლილობა, შებერილობის შეგრძნება, შეშუპება, ეს რა დროს არის უფრო საქსნობი? საღამოს და წოლის დროს, აი მეტი სიცხადე მივცეთ რომ მიაქცევს. კი ბატონო, საღამოობით ფეხების შეშუპება და დაღლილობა უმეტესწილად შეიძლება იყოს ვარიკოზული დაავადების ნიშანი. ასევე ძალიან დამახასიათებელი ნიშანია ღამღამობით ფეხის კუნთების ეგრეთ წოდებული გაკვანძვაც, რომელიც ამ დაავადების სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს. ასაკზე კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, შევეხეთ გარკვეულწილად, მაგრამ ასაკს მაინც რომ ჩაუბრუნდეთ, ან ეს შეიძლება დაუშვათ ადრეულ ასაკშივე დაიწყოს ამ ნიშნების გამოვლენა, რაც მერე პროგრესირებაში შევიდეს. აი რა ასაკი მიიჩნევა ქვედაზღვრად დაუშვათ ამის? აი ქვედაზღვარი შეიძლება იყოს 18 წელი, შეიძლება იყოს უფრო ადრე. კი ბატონო, თუ არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა, რაც ნიშნავს, რომ უშუალოდ ოჯახის წევრს აქვს ქრონიკული დაავადება, დიდი შანსია რომ პაციენტშიც გამოვლინდეს ეს დაავადება. მაგრამ რამდენად სწრაფად პროგრესირებს? ხო, პირველ ნიშნებს სამწუხაროდ არ ყველა დაავადების შესაძლოა, რომ უგულებელყოფთ, არ ვაქცევთ ისეთ განსაკუთრებულ ყურადღებას და მალევე არ ვიწყებთ ჩარევას, მაგრამ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი, რომ მივიდეთ მძიმე შედეგამდე და რა შეიძლება იყოს გართულება თუ არ მივაქცევთ პრობლემას ყურადღებას? კი ბატონო, დაავადების პროგრესირება ყველა ადამიანში სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს, გააჩნია სიმპტომებს. თუ ჩვენ მუდმივად არ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ფეხები დღის ბოლოს ძალიან გვეღლება, შეშუპება, ეს შეშუპა შეიძლება იყოს გარდამავალი, დილით ისევ დამცხრალი იყოს და საღამოობით შუპდებოდეს, ამიტომ არ მივაქციოთ ყურადღება, თუმცა ეს შეშუპება შეიძლება გახდეს მუდმივი იმასთან ერთად, რაც უფრო გაღრმავდება ქრონიკული ვენური უკმარისობა და ეს პათოლოგიური პროცესი. უმკურნალებელმა ვარიკოზმა შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ შეუქცევად ცვლილებებთან, როგორც
როგორიც არის მუდმივი შეშუპება, კანის ცვლილებები, ჰიპერპიგმენტაცია, გამუქებული, გაშავებული ფეხები, კანის ძალიან გათხელება ხდება ვარიკოზული ვენების არეში, იმიტომ რომ მუდმივი ქვემწვავე ანთებები მიმდინარეობს, შესაძლებელია სისხლდენაც დაიწყოს მცირე ტრaumatიზაციის, შიდა არა. ვარიკოზული ვენების არეში, იმიტომ რომ კანი იმ ადგილას ძალიან გათხელებულია. და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და ასეთ სავალალო შედეგი საბოლოოდ იქნება ვენური წყულის გაჩენა, ეგრეთ წოდებული ტროფიკული წყლული, რომელიც ძალიან რთული შესახორცებელია ამ შემთხვევაში. კი, მე უკვე ამ ყოველფრის უკანდაბრუნება ძალიან ამ სიმპტომებზე როცა ვლაპარაკობთ, აი ფერი ვთქვით და შეიძლება ალბათ და ვიზუალური მხარე ალბათ რაზეც მე ეკამ როგორც თქვა შეიძლება შეცდომით მარტო კოსმეტიკურად დავიწყოთ ამაზე ზრუნვა ამ დროს შეიძლება ამას მიღმა ქრონიკული დაავადება იმალებოდეს. ამას ახლავს თუ არა ტკივილი. ან ის რაღაცა ამ სიმპტომების კომპლექსურად არსებობა ამ მნიშვნელოვანი რომ ვიფიქროთ რომ ეს და ვარიკოზული დაავადება თუ ერთ-ერთი სიმპტომის არსებობა უკვე ცხადყობს იმას რომ მე უნდა მივიდე დიაგნოსტიკაზე. უფრო კომპლექსურად ვიტყოდი კი. მხოლოდ ერთი სიმპტომის არსებობა ჩავთვალოთ ვარიკოზული ვენების არსებობა, რომელიც არის პირდაპირ ნიშანი ვენური უკმარისობის. თუმცა ფეხების შეშუპება შეიძლება იყოს სხვა დაავადებების ნიშანიც, შეიძლება კუნთების კრუნჩხებით შეიძლება იყოს თქვათ რომელიმე ელემენტის ნაკლებობის ნიშანი, კალიუმის, კალციუმის ან ასე შემდეგ. და აქვე ვიკითხავ რა ისეთ ეს რისკ ჯგუფები ხო არსებობს, აი ვთქვით რისკ ჯგუფები გენეტიკური განწყობა არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, რაც კონკრეტულ ჯგუფს მოწყვლადს ხდის და აქ ალბათ უფრო ყურადღებით უნდა და მაგაზე მოგვიანებით გითხავთ რაღაცა სისტემური გადამოწმება ალბათ ამის ერთ-ერთი პრევენციის საშუალება, მაგრამ მეორე თუ ვენებზე ვსაუბრობ და ფეხების შეშუპებაზე, დაუშვათ ამას სპორტული აქტივობა, დატვირთვა და ფიზიკური, მაგალითად ჭარბი წონა და ასე შემდეგ, ესეთი რისკ ფაქტორები არსებობს. დატვირთვა არის მისაღები და რა შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს გენეტიკური განწყობა, მაგრამ ეს არ გამოვლინდეს, რადგან არ შეუქმნით შესაბამის პირობებს, მაგრამ ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ყველა ის ქრონიკული დაავადებები, რომელიც ზოგადად სისწრაფოების დაზიანებისკენ არის მიდრეკილი, უფრო და უფრო დაატრიგერებს ამ დაავადების განვითარებას. ფიზიკურ აქტივობას რაც შეეხება ჯანსაღი ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა პირიქით კარგიც არის, რადგან ვენურ გადინებას კუნთების მუშაობა ხელს უწყობს. მაშინაც კი როცა უკვე ეს დაავადება გვაქვს თუ პრევენციისთვის გულისხმობთ? კი, პრევენციისთვისაც ძალიან კარგია ვარჯიში, ზოგადად ყველაფრისთვის კარგია. მაგრამ პრევენციისთვის და იმისთვის, რომ სიმპტომების შემსუბუქების მიზნით კი არსებობს გარკვეული ვარჯიშები, რისაც ჩვენ ურჩევთ ასეთ პაციენტს, რომელიც მას ამ სიმპტომების შემსუბუქებაში ეხმარება. მარიამ, ნიუ ჰოსპიტალსის შესაძლებლობებზე ვისაუბროთ და ზოგადად დიაგნოსტირებაზე და მკურნალობაზე. ანუ რით იწყება ყველაფერი, რა ამდენ ხანს გრძელდება, დიაგნოსტირება რას მოიცავს და შემდეგ უკვე მკურნალობა როგორ იწყება და რა ეტაპზე? კი ბატონო, ნიუ ჰოსპიტალში ქრონიკული ვენური უკმარისობის და ვარიკოზული დაავადებების უახლოესი მეთოდებით ვკურნალობთ. პირველ რიგში დიაგნოსტიკა იწყება, რა თქმა უნდა, ექიმი ანგიოლოგის კონსულტაციით, რომელიც შეაფასებს პაციენტს, მის რისკ ჯგუფებს, იეჭვებს ამ დაავადებას და გაუშვებს დიაგნოსტიკაზე. დიაგნოსტიკის მეთოდი მარტივია, ეს არის ჩვეულებრივი ექოსკოპიური კვლევა, რომელიც ჩვენ ამ ულტრასონოგრაფიული მონაცემებით ვნახულობთ ქვედა კიდურების ვენების მდგომარეობას, სარქველების მდგომარეობას, მათ კომპეტენტურობას, ნაკადის სიჩქარეს და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო დიაგნოზი, რა თქმა უნდა, პაციენტის მონაცემებიანად დგება ულტრასონოგრაფიული კვლევით, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში. მკურნალობას რაც შეეხება, ჩვენ მკურნალობთ უახლოესი მეთოდით, რომელიც არის რადიოსიხშირული აბლაციის მეთოდი. ანუ ეს ჩემი დილეტანტებისთვის რომელიც ტრადიციული ქირურგიული მეთოდისგან განსხვავებით არის ნაკლებად ტრავმატული, არ ხდება განაკვეთების გაკეთება, არ საჭიროებს ნარკოზს, ადგილობრივი ანესთეზიით, ნაჩხვლეტით, ვენა უქმდება, ის პათოლოგიური პროცესი და პათოლოგიური გზა, ასე ვთქვათ, ვენური უქმდება. პაციენტის რეაბილიტაცია შესაბამისად ძალიან სწრაფია, იმიტომ რომ ნარკოზიდან გამოსვლა არ უწევს, საავადმყოფოში დაყოვნება არ უწევს. ეს განსხვავებები კარგად აქვს. ცხოვრების აქტიურ წერს ძალიან მალე უბრუნდება. აი რა იყო ადრე და რისი შესაძლებლობაა დღეს, ხო, ამ ყველაფერ ჯამში იგებს ადამიანი დროს და ნაკლებ ენერგია სჭირდება ამ ყველაფერს და ნაკლებად ტრამულია, ხო, შედეგი დგება ბევრად უფრო სწრაფად, ნაკლები ძალისხმევისა და კოსმეტიკური შედეგიც უფრო მისაღებია პაციენტებს, იმიტომ ჭრილობები და ნაწიბურები არ არის. რაზე არის დამოკიდებული, რომ შედეგი გაგრძელდეს ხანგრძლივად და ხო, ანუ შებრუნება ახასიათებს ამ დაავადებას? ზოგადად ეს დაავადება არის ქრონიკული და თავისი გზით პროგრესირებს. ჩვენ უბრალოდ ვასწორებთ იმ პათოლოგიურ პროცესებს, რომელიც მასთან ახლავს. თუმცა დაავადება, რა თქმა უნდა, თავის მხრივ შეიძლება პროგრესირდეს და მიუხედავად იმისა, რამდენ ლაზერულ აბლაციას გავაკეთებ, თუ პაციენტი გააგრძელებს იმ თავის პათოლოგიურ ამ დაავადების გამომწვევ და მაპროგრესირებელ აქტივობას, როგორიც არის წონის მატება, ჰორმონული დისბალანსი, არააქტიური ცხოვრების წესი, არავარჯიში, სიგარეტის მოწევა და ასე შემდეგ. ეს დაავადება იცით რა მითხრა, საინტერესო არის, როცა გენეტიკური განწყობა ვიცით და უშუალოდ თვლი და მიმაჩნია, რომ მე ამ რისკ ჯგუფში ვარ. რა
რა პერიოდულობით ვიზიტი მიიჩნევა გონივრულად გეგმიურ გადამოწმებაზე და თან ეს გადამოწმება დაუშვათ ესეთ როცა მინდა რომ ჩემი გეგმიური ნაწილი გახდეს ეს უბრალოდ გარეგანი დათვალიერებით ვიფარგლები ანუ რა სიხშირით შეიძლება ადამიანები მოვიაროთ ესეთ დიაგნოსტიკას თუ სიმპტომები არ აღენიშნებათ რეგულარული ჩეკაპი ამაზე საჭირო არ არის. როგორც პირველივე სიმპტომი გამოჩნდება, ან რაღაცა ვენა გამოიბერება, რომელიც არ მოგეწონა, თან თვლით რომ უფრო ადვილად იღლებით იმასთან შედარებით, ვიდრე მანამდე იღლებოდით, ფეხები შეგიშუბდათ, ფეხსაცმელი მოგიჭირათ ისეთმა, რომელიც მანამდე არ გიჭერდათ. ეს შეიძლება იყოს იმის მაგალითად. ეს ეტაპი და ეს ფაზა დაგვიანებულად არ მიიჩნევა. არა, დაგვიანებულად. რაღაცა შესაძლოა ისეცია. არა, იცი რა არის. იცი რა, მე მგონია რომ მე მაინც მგონია რომ სადღაც რაღაცა ასაკში ალბათ ყველას კაი არა, ყველას არა. ეს განწყობა ძალიან კარგია, როცა გინდათ რომ რაღაც არ გამოგეპაროთ, თუმცა რა თქმა უნდა არასდროს. შიშარა პაციენტები ხო არსებობს და მე მგონია რომ შიში გვეხმარება პრევენციაში. მაგრამ სეზონს რა მნიშვნელობა აქვს? თუ არის პერიოდები წლის დროსთან მიმართებაში, რის დროსაც გააქტიურებას იწყებს პრობლემა და უფრო მეტად შემაწუხებელი ხდება პაციენტი. კი ბატონო, პაციენტებისთვის ეს არის გარდამავალი სეზონები და უფრო ცხელი პერიოდები. აი გაზაფხულზე უფრო იწყება ხოლმე, კი ბატონო, გაზაფხულზე უფრო იწყება ხოლმე სიმპტომების დამძიმება, უფრო მეტი სიმძიმე არის, შეშუპებებიც უფრო მოდის ზამთარში, სიგრილეში, როგორც ისეთ ყველაფერი ვიწროვდება და ისეთი სიმპტომები დიდად არ გამოხატული არ არის. თუმცა ზაფხულში თან ადამიანებს უნდათ რომ ფეხები გამოაჩინონ, სითბოსთან ერთად ვენებიც ფართოვდება და ეს სიმპტომებიც უფრო მეტად იწყება. მთავარი რეკომენდაციები რა არის ნაწილობრივ მეტი ალკოჰოლი, მეტი თამბაქო შევეხეთ, მაგრამ აუცილებლად კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, თუ მემკვიდრული განწყობა, ამ ყველაფრის დაცვითაც კი შევძლებთ იმას, რომ არ მივიდეთ გართულებამდე და მძიმე შედეგამდე. ხო, აი რა მნიშვნელობა აქვს ამ რეკომენდაციებს და რა არის ეს? ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური აქტივობა იმისთვის, რომ კუნთების შეკუმშებით შევინარჩუნოთ ნერვების ვენების ნორმალური გადინება, რა თქმა უნდა ჯანსაღი ყვება სიგარეტისთვის თავის დანებება, ალკოჰოლის ზომიერად მოხმარება ძალიან მნიშვნელოვანია, წონის კონტროლი და ეს ყველაფერი მისცემს ადამიანს საშუალებას, რომ მისი ქრონიკული დაავადება მინიმალურად პროგრესირდეს თუ საერთოდ პროგრესირდეს. და თუ პირველი სიმპტომები და ნიშნები გამოჩნდება, დროულად მივიდეთ სპეციალისტთან. არის შესაძლებელი, რომ ეს პრობლემა აღმოუქრათ თავიდან. თვითონ როდესაც 7 ექიმი და მომნივარი ექიმი გქრება, მე მგონია რომ ყველაფერი კარგია. დიდი მადლობა, რომ მოგესალმებით პრობლემაზე გვესაუბრა და მისი გაჯაჭრების გზებიც გაგვეზიარებინა.